ამ ვიდეოში ნახავთ მე როგორ ვსვავ კრეატინს და შეგიძლიათ მე გაიმეოროთ თქვენს და როგორ მარტივად მოვახერხე კრეატინის ეს თქვა ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირება, რომ ყოველდღე დავლიო ხოლმე და არ დამავიწყდეს. რაც ბევრს უჭირს ხოლმე, ხო და გამოგადგებთ. ერთი დოზა კრეატინი, ერთი დოზა კრეატინისთვის. მე ვარ კრეატინი თუ ვერ მივხვდით ხომრობას. ხო და მე ამას ვსვავთ. მე პირადად ცხელ წყალს ვასხავ ხოლმე და მე ყავის ბლენდერით, აი ცივ ყავებს ისიც იმუშავებიან, ამით ხსნი ხოლმე და მე ვამატებ ცივ წყალს. იმიტომ რომ ცივ წყალში კარგად აიხსნება, სამაგერო ცხელ წყალში თითქმის ვერც კი ამჩნევ, რომ რამე არის ამ წყალში გახსნილი და პირშიც აღარ გრჩება იმის შეგრძნება, რომ რაღაც იყო წყალში გარეული და როგორც ერთ ჭიქა წყალს ისე ვსვავ ხოლმე, რაც ძალიან მოსახერხებელია პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ისეც მიჩვეული ვარ, რომ ასე ვთქვათ, რაღაც რო ვიღუძებ ხოლმე პირველად ერთ დიდ ჭიქა წყალს ვსვავ ხოლმე და ძალიან გამიადვილა ესე ვთქვათ კრეატინის ინტეგრაცია ჩემს დილის, რა ვქვია, რუტინაში. ცივ წყალს დავამატებთ. რა ეტყობა ეხა ამ ჭიქას, რომ ამაში კრეატინი არის? არაფერი. რა ეტყობა ეხა ამ ბიჭს, რომ კრეატინი არის? არაფერი. გაგვიმარჯოს. ასე მტერი დაგეცალოთ.